სალამი, მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას. ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები, რომელიც ჩაწერილი იქნა 1993 წლის 14 სექტემბერს გლენდეილის უბანში, ლოს-ანჯელესში, კალიფორნიის შტატში. შემდეგ კითხვა ესეთია, რომელიც უკავშირდება მარკოზის სახარებას. ჩვენ არ ვიცით კითხვის დამსმელი არასახელებს სახელს და გვარს. მარკოზის სახარების მე-6 თავში მე-5 მუხლს. ჯონ, მე მაინტერესებდა, შეგიძლიათ თუ არა კომენტარი გააკეთოთ მარკოზის მე-6 თავის მე-5 მუხლზე. მე ვიყენებ ახალ ამერიკულ სტანდარტულ ვერსიას და იქ ნათქვამია. მან ვერ შეძლო, მას არ შეეძლო სასწაულების გაკეთება. მე მთლიანად წავიკითხავ ამ ადგილს ჩვენი ქართული 2015 წლის თარგმნიდან. სხვა თარგმნებში მე არ გადამიმოწმებია, მაგრამ თქვენ მიხვდებით აზრის შინაარს, რატომ სვას ეს ქალბატონი თუ ბატონი კითხვას. ესე იწყება მარკოზის მე-5 თავი. გამოვიდა იქიდან და მივიდა თავის სამშობლოში. ლაპარაკია იესო ქრისტეზე. მოწაფეებიც გაყვნენ მას. შაბათი რომ დადგა, სინაგოგაში დაიწყო სწავლება. მრავალი მსმენელი გაუცებული ამბობდა, საიდან აქვს ეს ყველაფერი, რა არის ეს სიბრძნე, მას რომ აქვს მიცემული და სასწაულები მისი ხელით რომ ხდება, განა ეს ხურო არ არის მარიამის ძე, იაკობის, იოსეს, იუდას და სიმონის ძმა, აქვე ჩვენთან არ იმყოფებიან მისი დები და ცდუნდებოდნენ მასში. უთხრა მათ იესომ, წინასწარმეტყველი არსად არ არის პატივის გარეშე გარდა თავის სამშობლოსი, სანათესაოსი და საკუთარი სახლისა და ვერ მოახდინა იქ ვერავითარი სასწაული, გარდა იმისა, რომ რამდენიმე სნეულს ხელები დაასხა და განკურნა. ესე იგი ამაზეა ლაპარაკი. და ვერ მოახდინა იქ ვერავითარი სასწაული. და ამერიკულ ახალ ვერსიაში კიდევ ცოტა სხვანაირად შეიძლება იყოს თარგმნილი. და მე-6 უკვირდა მათი ურწმუნოება და მიმოდიოდა გარშემო სოფლებში და ასწავლიდა. ნახეთ რა საინტერესო ადგილია პირველი ქართველი მსმენელებისათვის, აქ არის დასახელებული სხვა არსად არ არის ესე კონკრეტულად, რომ მას ყავდა ძმები, იაკობი, იოსე, იუდა და სიმონის ძმა. იუდას და იაკობის წერილები გვაქვს ჩვენ, ხედავთ, და სიმონი და იოსეს არ ვიცნობთ და ასევე დები. ნახეთ, დები მრავლობითში. ნახეთ, რამდენი შვილი შეეძინა მარიამს, შემდეგ პირველ შობილი იყო იესო სასწაულებრივად და მერე მას გაუჩნდა ჩვეულებრივად იოსებთან, როგორც ეს ხდება, თავისი კიდევ შვილები, ხო? და ესეც რა საინტერესოა, წინასწარმეტყველი არსად არ არის პატივის გარეშე ძალიან ცნობილი ფრაზაა და ალბათ ყველამ, აბსოლუტურად ყველამ თქვენ, ვინც ხართ ნამდვილი ცოცხალი ღმერთის მორწმუნეები და მსმენელები, თქვენს განიცდიდით ამას სამშობლოსი, სანათესაოსი და საკუთარი სახლისა. ნახეთ, სამშობლოსი, სანათესაოსი და საკუთარი სახლისა. პირადად სამივესგან განვიცადე. პირადად სამივეს და ესე იქნება ნამდვილი ქრისტიანი, რომელიც ისეთ კულტურულ გარემოში იზრდება, სადაც მართლაც არის სამშობლო, ძაფრად, სანათესაო და საკუთარი სახლი. ხლა, დასავლეთში შეიძლება ეს კატეგორიები სხვანაირად არის. მაგრამ ისინი საზოგადოებრივი წნეხისგან იქნებიან, რა თქმა უნდა. საზოგადოება არ მიიღეთ, მეგობრების წრე, სამსახურებრივი წრე, სადაც გაიგებენ, რომ ქრისტიანია, ხო? ეს ისე უბრალოდ. გავაგრძელოთ ახლა რას სვავს კიდევ. კეთილი, მე მაქვს კითხვა, როგორ გავიგოთ სიტყვა და რომელი უფრო სწორია, ვერ თუ არ მოახდინა. არის თუ არა იქ რაიმე მნიშვნელობა იმ რწმენის დონესთან დაკავშირებით, რომელიც იმ ხალხს ჰქონდა და რაიმე შეზღუდვასთან დაკავშირებით, რაც ქრისტეს შესაძლოა ჰქონდა სასწაულების კეთებისას, როცა ხედავდა ადამიანების ურწმუნოებას. ჯონ მაკარტური პასუხობს და მე მომწონს ჯონ მაკარტურის ეს პასუხი და არის საკითხები, რომელიც კარგად არ ჩაღრმავებია და ამის აღიარების არ წვენია ჯონ მაკარტურს არასოდეს და შეიძლება სხვა წყაროს მიმართოს, ვინც უფრო მეტი იცის. იცით, მე არ გამიკეთებია პირადად მე ნამდვილად არ ჩაღრმავები ვარ ამ კონკრეტულ ტექსტს. და ვცდილობ გავიხსენო დიკმა ჩვენმა რიჩარდმა, ხო? შეიძლება უფრო კარგად ახსოვდეს ეს, იმიტომ რომ მან წიგნი დაწერა ზუსტად ამ განკურნებებთან დაკავშირებით, იესოს სასწაულებთან დაკავშირებით და არ ვიცი, შეიძლება მას უფრო კარგად ახსოვდეს ეს ტექსტი და ეს თარგმნის ეს ვერსია. მაგალითად, მე ვფიქრობ, რომ არის შემთხვევები, როდესაც რწმენამ, არ რწმენის ნაკლებობამ დიდი როლი ითამაშა. ასე არ არის დიკ, არის შემთხვევები და ურწმუნოებამ მართლა რომ რეალურად ითამაშა როლი და შეიძლება ეს იყოს ერთ-ერთი მათგანი. მაგრამ ყოველთვის ეს ესე არ არის.
შეიძლება არსებობდეს რამდენიმე სხვა ახსნაც. ფაქტია, ერთი მიზეზი, რის გამოც მას არ შეეძლო და ეს ხდება სხვა ადგილასაც. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მან ვერ შეძლო სასწაულის მოხდენა თავის სოფელში, ეს იყო, რომ ისინი მოკლავდნენ მას. გახსოვთ ხო? თუ ის იქ დარჩებოდა, მოკლავდნენ მას. ასე რომ შესაძლოა სხვა ფაქტორებიც იყო ჩართული. შესაძლოა უყურებდა ამ სასწაულებს გრძელვადიან ეფექტს. თუ რას მოახდენდა ეს სასწაულები, იმიტომ ღმერთი იყო ის 100%-ით და მან წინასწარ იცოდა, თუ რა ელოდებოდა ამა თუ იმ სასწაულს გრძელვადიან პერსპექტივაში და რა ეფექტი ექნებოდა. ასევე მას შეიძლება ქონოდა საქმე რწმენასთან და რწმენის ნაკლებულობასთან. ასე რომ მე უნდა ჩაუღრმავდე ამას მთელი ტექსტი და შევადარო ის მათეს მე-13 თავს, სადაც ანალოგიურია გადმოცემული. მაგრამ გაითვალისწინეთ ეს, იყო დრო, როდესაც რწმენა ან მისი ნაკლებულობა გარკვეულ როლს თამაშობდა და იყო დრო, რომ ეს ასე არ მოხდარა. და ეს იყო მთლიანად უფლის შეხედულებისამებრ და დაფუძნებული მიზნებზე, რომელიც მოცემულ სიტუაციაში მან იცოდა წინასწარ. მას შემდეგ რაც თქვა ამ შემთხვევაში, რომ ის იყო პატივისცემის გარეშე საკუთარ ქვეყანაში, მეჩვენება, რომ ის სიტყვის ამ ეტაპზე უშედეგოა გავაგრძელო ჩემი სასწაულებრივი ძალის ჩვენება, რადგან აქ რწმენა მე ვერ ვპოვე, არ არის. ასე არ არის? და კითხვის დამსველი აგრძელეს. ერთ-ერთი მინიშნება მაქვს, რომ ეს იყო არჩევანის საკითხით, სადაც ფორმულება იქნებოდა, რომ მან ესე არ გააკეთა. რომ წინასწარ იყვნენ არჩეულები, იცოდა მან ვინ იყო არჩეული. დიახ, მართალია, ჯონი აგრძელებს და კითხვის დამსველი ისე იმაშობა ჯონს ეხმარება, ან ის არ აპირებდა, მაგრამ აქ ნათქვამია, რომ მას არ შეეძლო. ამან ცოტათი დამაბნია მე. დიახ, მართალია, ასე რომ თქვენ ამბობთ, იყო თუ არა ის გარკვეული შეზღუდვის ქვეშ რწმენის ნაკლებულობის გამო? დიახ, თუ იყო, თუ ასე იყო, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ასე თვლიდა ის საჭიროდ, რადგან მან ნებაყოფლობით აირჩია მათი შეზღუდვა. და ღმერთს აქვს ეს უნარი, გახსოვთ ხო, რომ დაუბრმავოს, დაუყროს თვალი, როცა ხედავს ურწმუნოებას, უფრო დაახშოს მათი გულები და მათი გონება. ეს ფარაონის მაგალითზე ჩვენ გვახსოვს და სხვა მაგალითებზეც ასე რომ შეიძლება ესეც იყოს. გმადლობთ ჯონ პასუხისათვის.